ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისლამი აქ იმისთვისაა, რომ ბევრ სხვადასხვა რელიგიასთან ერთად იარსებოს და ყველამ უბრალოდ ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვიმეგობროთ. ეს რელიგია მსოფლიოზე გაბატონებისთვის იქნა მოვლენილი. იგი მოვლენილია იმისათვის, რომ იყოს უპირატესი, ჩააქროს ყველა სხვა რელიგიის შუქი და იყოს მათზე აღმატებული. ჩვენ არ გვრცხვენია ამის თქმა. ჩვენ არ მივიჩნიებთ, რომ უნდა გვრცხვენოდეს იმის თქმა, რომ ეს რელიგია მოვლენილია იმისათვის, რომ იბატონოს, აღგავოს და განდევნოს ყველა სხვა რელიგია, დაჭრდილოს ისინი და იყოს მათზე უპირატესი, რათა ადამიანებმა მიეტოვონ ყველა რელიგია და მიიღონ ისლამი. თუ ამის მისაღწევად ბრძოლაა საჭირო, მაშინ ეს მოითხოვს ბრძოლას, რადგან უდიდესი მიზანი, რისთვისაც ჯიჰადი იქნა დაწესებული, არის ის, რომ ალაჰის სიტყვა გახდეს უზენაესი, ხოლო იმათი სიტყვა, ვისაც არ სწამს, უმდაბლესი. ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამას და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას. და ამიტომ კარგად მრავლდებიან და შეიძლება ღმერთმა დაიფაროს ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია, რომ